თქვენ ოდესმე გიგრძნიათ ის აუხსნელი კანკალი, რომელიც თქვენს ხერხემალს გასდევს მაშინ, როცა საათს უყურებთ და ხედავთ ერთნაირ ციფრებს. 10 თვის 10 რიცხვი. ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის. ეს არის მოწოდება. სამყაროს ჩურჩული, რომელიც სწორედ თქვენამდე ცდილობს მიღწევას, მილიარდობით სულიდან. ენერგეტიკული პორტალები არ ელოდებიან ჩვენს გაგებას. ისინი უბრალოდ იხსნებიან, გარღვევენ ფარდას განზომილებებს შორის და აძლევენ ანგელოზურ გზავნილებს საშუალებას გადალახონ კოსმოსური უბსკრული და შეეხონ თქვენს გულს. ეს მხოლოდ კიდევ ერთი დღე არ არის. ეს არის ნაპრალი რეალობის ქსოვილში გადასასვლელი, რომელიც მხოლოდ ერთხელ გაიხსნება წელს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის კონკრეტული კოდირებული გამოცხადებით. რას ცდილობენ ანგელოზები სასოწარკვეთილად გითხრან? რას ხედავენ ისინი თქვენი ცხოვრების ჰორიზონტზე, რასაც თქვენ სამგანზომილებიანი ხედვის შეზღუდვით ჯერ ვერ ამჩნევთ? 10 წლეულებია მისტიციზმის მკვლევრები აკვირდებიან ენერგეტიკულ ნიმუშებს, რომლებიც ძლიერდება რიცხვითი პორტალების დროს, მაგრამ ცოტას თუ გაუმხილავს, როგორ იღებს თითოეული ნიშანი განსხვავებულ სიხშირეს, უნიკალურ გზავნილს, რომელიც მის მიმდინარე მომენტზე ამორგებული. ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ ასეთ დროს მხოლოდ მედიტაცია უნდა ვცადოთ, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო ღრმაა და გარდამქმნელი და შესაძლოა სრულიად შეცვალოს თქვენი გზა მომდევნო კვირებში. ვიბრაციები, რომლებიც ახლა იწყებს გაძლიერებას, უკვე ხელახლა წერს თქვენს ენერგეტიკულ ველს, გარდაქმნის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენ დაკარგულად გეგონათ. გრძნობთ იმ შინაგან მოუსვენრობას, იმ აუხსნელ მოწოდებას რაღაცის მიმართ, რასაც ჯერ ვერ ხსნით. ეს თქვენი ფანტაზია არ არის. ეს არის თქვენი სული, რომელიც ცნობიერებამდე ადრე ცნობს სიხშირეს. ანგელოზები ჩვეულებრივი სიტყვებით არ ესაუბრებიან. ისინი პირდაპირ ეხებიან თქვენს იმ ნაწილს, რომელიც დროის მიღმა არსებობს და იყენებენ სიმბოლოებს, სინქრონულ მოვლენებს და უეცარ ემოციებს, რომლებიც თითქოს არსაიდან ჩნდება. არსებობს მიზეზი, რატომაც უყურებთ ამ ვიდეოს სწორედ ამ წამს. ეს არ ყოფილა შემთხვევითობა, არც ალგორითმი. ეს იყო კოსმოსური ორგანიზება იმისთვის, რომ თქვენ მიგეღოთ ზუსტად ის გზავნილი, რომელიც თქვენს ნიშანს ეკუთვნის. ბევრი უგულებელყოფს ამ მოწოდებას და განაგრძობს ცხოვრებას ისე, რომ ვერ ამჩნევს იშვიათ ენერგეტიკულ შესაძლებლობას. სხვები იგრძნობენ ამ ზარს, მაგრამ დააყოვნებენ გაურკვევლის შიშმა რომ არ პარალიზოს. და თქვენ? მზად ხართ მიიღოთ ის გამოცხადება, რომელიც შეიძლება მთლიანად გადალაგოს თქვენი გზა. ამ პორტალის ენერგია უკვე დაიწყო თქვენს ცხოვრებაში გამოვლენა. შეამჩნიეთ უფრო ცოცხალი სიზმრები, სინქრონულობები, რომლებიც მატულობს, წარსულიდან ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან ახსნა-განმარტების გარეშე, შინაგანი ხედვები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ დროს იჩენს თავს. ეს პირველადი ნიშნებია, საწყისი ჩურჩულები იმისა, რაც მოდის. მაგრამ ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იღებს ამ ენერგიებს კონკრეტული არხების მეშვეობით და ანგელოზური გზავნილი, რომელიც გაივლის 10 თვის 10 პორტალს, ზუსტად თქვენი ამჟამინდელი სიხშირის მიხედვით არის კოდირებული. სამყარო მოქმედებს კანონებით, ნიმუშებით, ციკლებით და პორტალებით, რომლებიც ცდება ჩვენს შეზღუდულ გაგებას. ეს 10 თვის 10 მხოლოდ თარიღი არ არის, ეს არის კოსმოსური გასწორება, სიხშირეთა შერწყმა, რომელიც ქმნის ენერგეტიკულ გვირაბს პირდაპირ ანგელოზურ სამეფოებსა და ჩვენს რეალობას შორის. უძველესი ეზოთერული ტრადიციები ყოველთვის აღიარებდნენ ასეთ მომენტებს როგორც წმიდას. მომენტებს, როდესაც ფარდა იმდენად თხელდება, რომ თვით ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანიც კი გრძნობს რაღაც უფრო დიდის არსებობას. რაღაცის, რაც ყველაფერშია, მაგრამ იშვიათად იჩენს თავს ასენათლად. ვერძისთვის ანგელოზები მოაქვთ გზავნილი კონტროლის გათავისუფლების შესახებ. იმ საჭიროების, რომ ძალით მიიყვანოთ შედეგები, რომ გადააგდოთ მდინარე, რომელიც ბუნებრივად სხვა მიმართულებით სურს სვლა. იმპულსურობა, რომელიც თქვენი მუდმივი თანამგზავრი იყო, ახლა გარდაიქმნება უფრო დახვეწილ-ძალად, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ცხოვრების ბუნებრივ დინებას. 10 თვის 10 პორტალი გაძლევს ვერძო გაგებას, რომ შენი ნამდვილი ძალა არ იმაშია, რომ იბრძოლო დინების წინააღმდეგ, არამედ იმაში, რომ შენი პიონერული ენერგია მიმართო იმ აღჯი, რომლებიც უკვე ბუნებრივად იხსნება შენ ცხოვრებაში.
კუროსთვის ანგელოზები ავლენენ გზავნილს შინაგან ღირებულებებსა და გარეგნულ გამოვლინებებს შორის. ის უსაფრთხოება, რომელსაც ასე გამუდმებით ეძებ მატერიალურ სამყაროში, ახლა ღრმა რეკალიბრაციას გადის. პორტალი გაძლევს გააზრებას, რომ შენი ნამდვილი სტაბილურობა არ მოდის იმისგან, რაც გეკუთვნის, არამედ იმისგან, ვინ შენ არსებითად ხარ. ღირებულებების ტრანსმუტაცია მიმდინარეობს. იქ, სადაც ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, სრულიად ნათელი ხდება, ხოლო ის მდეჭულობები, რომლებიც ავანემსახურება შენს ევოლუციას, ბუნებრივად იშლება. ტყუპებისთვის ანგელოზური გზავნილია ინტეგრაციის შესახებ. იმ ფრაგმენტული ნაწილების, რომლებიც ასე დიდი ხნის განმავლობაში განცალკევებულად გეჩვენებოდა, ახლა პოულობენ კონვერგენციის წერტილს. 10 თვის 10 პორტალი მოაქვს ენერგია, რომელიც აერთიანებს შენს მოუსვენარ გონებას. აძლევს საშუალებას, რომ შენი პიროვნების სხვადასხვა ასპექტები საბოლოოდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და აღარ ეჯიბრონ ყურადღებისთვის. კომუნიკაცია, რომელიც ყოველთვის შენი ძლიერი მხარე იყო, ახლა ღრმავდება და აღწევს ისეთი მნიშვნელობების ფენებს, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო. კირჩხიბისთვის ანგელოზები ჩურჩულებენ ემოციურ ფესვებსა და აღალაყვავებაზე. ეს პორტალი ანათებს ოჯახურ ნიმუშებს და ემოციურ პირობებს, რომლებმაც უკვე შეასრულეს თავიანთი როლი შენს ცხოვრებაში. ახლა ხელმისაწვდომია წინაპრული განკურნება, არა მხოლოდ შენთვის, არამედ მთელი საგვარეულო ხაზებისთვის შენს მეშვეობით. მგრძნობელობა, რომელიც ხშირად სისუსტედ გეჩვენებოდა, ახლა წარმოაჩენს თავს როგორც შენი უმთავრესი ზებუნებრივი ძალა, რომელსაც შეუძლია შეიგრძნოს ენერგეტიკული ნიუანსები, რასაც ხვები უბრალოდ ვერ ამჩნევენ. ლომისთვის ანგელოზური გზავნილი ტრიალებს ავთენტურობასა და შესრულებულ როლებს შორის. 10 თვის 10 პორტალი მოაქვს ნათელს, რომელიც მკაფიოდ განასხვავებს შენს ნამდვილ შინაგან ბრწყინვალებას და იმ როლებს, რომლებსაც იხებდი გარე მოლოდინების დასაკმაყოფილებად. ახალი სიმამაცე იბადება, არა ის თეატრალური გამბედაობა, რომელიც ტაშს ეძებს, არამედ ის მშვიდი სიმამაცე იყო ნამდვილი შენ, მაშინაც კი როცა არავინ გიყურებს. შენი ბუნებრივი ლიდერობა ახლა იხვეწება და ტრანსმუტირდება ბევრად უფრო ძლიერ რამეთ. ქალწულისთვის ანგელოზები მოაქვთ სიცხადე მიზანსა და მსახურებაზე. ეს პორტალი ანათებს იმ ნაზ, მაგრამ გადამწყვეტ განსხვავებას, რაც სრულყოფილებასა და სრულფასონებას შორის არსებობს, კრიტიკასა და გონივრულობას შორის. ახლა მიმდინარეობს რეკალიბრაცია იმისა, თუ როგორ მიმართავ შენს გასაოცარ ანალიტიკურ უნარს. აღარ არის საჭირო ხარვეზების პონა, არამედ ნიმუშების ნანახვა, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. შენი თანდაყოლილი უნარი სისტემების გაუმჯობესების, ახლა ახალ დონეზე აიყვანება, სადაც ინტუიცია და ინტელექტი ჰარმონიაში მუშაობენ. სასწორისთვის ანგელოზური გზავნილი ავლენს ახალ გაგებას ბალანსზე. არა როგორც სტატიკურ სასწორზე, არამედ როგორც ენერგიების დინამიკურ ცეკვაზე, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. 10 თვის 10 პორტალი მოაქვს ღრმა შერიგებას შენს ბუნებაში და ურთიერთობებში არსებულ თითქოს და წინააღმდეგობრივ ასპექტებს შორის. ის არამდგრადობა, რომელიც ხშირად პარალიზებას გიქმნიდა, ახლა გარდაიქმნება უმაღლეს სიბრძნედ, რომელიც აცნობიერებს, რომ ზოგიერთი არჩევანი არ არის სწორის ან არასწორის შესახებ, არამედ იმის შესახებ, თუ რომელი სიმართლე ჟღერს უფრო ღრმად შენ სულთან. მორიელისთვის ანგელოზები საუბრობენ ნამდვილ ძალაზე და ილუზორულ კონტროლზე. ეს პორტალი ანათებს ჩრდილებს, რომლებიც დიდი ხანია დამალული იყო. არა იმისთვის, რომ დისკომფორტი გამოიწვიოს, არამედ იმისთვის, რომ გაათავისუფლოს ის უზარმაზარი ენერგია, რომელიც ამ საიდუმლოების შენარჩუნებაში იყო ჩაკეტილი. ახლა ხელმისაწვდომია ალქიმიური ტრანსფორმაცია, ის მეტაფორული სიკვდილი და ხელახალი დაბადება, რითაც შენი ნიშანი ცნობილია, მაგრამ ბევრად უფრო ღრმა დონეზე, ვიდრე ოდესმე გამოცდილ ხარ. შვილდოსნისთვის ანგელოზური გზავნილია ცნობიერი გაფართოების შესახებ. აღარ არის ზრდა მხოლოდ ზრდისთვის, არამედ გაფართოება, რომელსაც მიზანი და მნიშვნელობა წარმართავს. 10 თვის 10 პორტალი მოგაქვს სიცხადეს, თუ რომელი ჰორიზონტები ნამდვილად იმსახურებს შენს კვლევას და რომელი ყურადღების გადამტანი ენერგიის გაფლანგვას. შენი თავგადასავლებისკენ მიმართული ბუნება ახლა იხვეწება და მიმართულია ისეთ მოგზაურობებზე, რომლებიც არა მხოლოდ გამოცდილებას გაფართოებს, არამედ უფრო ღრმა გაგებასაც მოუტანს არსებობის არსზე. თხისქისთვის ანგელოზები ავლენენ ახალ გაგებებს შინაგან და გარეგან სტრუქტურებზე. ეს პორტალი ანათებს განსხვავებას ნამდვილ ავტორიტეტსა და ნასესხებ ძალას შორის. იმ მიღწევებს შორის, რომლებიც სულს კვებავს და იმ წარმატებებს შორის, რომლებიც მხოლოდ სხვებს აოცებს. ღრმა რეკალიბრაცია მიმდინარეობს შენს ურთიერთობაში დროსთან. ის აღარ არის მხოლოდ იშვიათი რესურსი, რომელსაც უნდა აკონტროლო, არამედ ხდება შენი მოკავშირე შენი უმაღლესი მიზნის ბუნებრივ რეალიზებაში. მერწყულისთვის ანგელოზური გზავნილი ტრიალებს ინოვაციასა და წინაპრული სიბრძნის ჰარმონიაში.
10 თვისათის პორტალი მოაქვს უნიკალურ ინტეგრაციას მომავლის ხედვებსა და დროის მიღმა ჭეშმარიტებებს შორის, რაც საშუალებას აძლევს შენს რევოლუციურ აზროვნებას მყარ საფუძვლებზე დაფუძნდეს. შენი ბუნებრივი უნარი დაინახო შესაძლებლობები, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, ახლა ძლიერდება, მაგრამ უკვე უფრო დახვეწილი გონივრულობით იმის შესახებ, თუ რომელი შესაძლებლობები ემსახურება კოლექტიურ ევოლუციას. თევზებისთვის ანგელოზები ჩურჩულებენ საზღვრების შესახებ, არა კედლების ასაგებად, არამედ ჯანსაღი კონტურების განსაზღვრისთვის, რაც საშუალებას აძლევს შენს ბუნებრივ თანაგრძნობას აყვავდეს ისე, რომ არ ამოწუროს შენი სასიცოცხლო ენერგია. პორტალი მოაქვს სიცხადეს იმის შესახებ, სად მთავრდები შენ და სად იწყება სხვა, რაც აძლევს საშუალებას უფრო ავტენტური კავშირები შეიქმნას, სწორედ იმიტომ, რომ ისინი უფრო შეგნებულნი არიან. შენი ინტუიციური მგრძნობელობა იხვეწება, კალიბრირდება იმისთვის, რომ უფრო მყაფიო ინფორმაცია მიიღო სუბტილური სამეფოებიდან ისე, რომ არ დაიკარგო ამ ენერგეტიკულ უსასრულობაში. ეს 10 თვის 10-ის პორტალი მხოლოდ მომენტი არ არის. ეს არის გადასასვლელი, პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და გაგრძელდება მომდევნო კვირებში რეზონანსით. ანგელოზური გზავნილები, რომლებიც თითოეული ნიშნისთვის მოდის, მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის ცოცხალი სიხშირეები, კოდირებული იმისთვის, რომ ააქტიუროს შენი მრავალგანზომილებიანი არსების კონკრეტული ასპექტები. მისცე თავს უთვლება იგრძნო ეს ენერგიები, მისცე მათ საშუალება იმუშაონ შენში, გადააწყონ ის, რაც გადასაწყობია, გაანთავისუფლონ ის, რაც გასათავისუფლებელია. რომელი ასპექტი ანდელოზური გზავნილისა შენს ნიშანთან ყველაზე ღრმად რეზონირებს იმასთან, რასაც ბოლო კვირებში განიცდიდი და როგორ აპირებ ამ ხელმძღვანელობის აქტიურად ინტეგრაციას შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როცა 10 თვის 10-ის პორტალი უახლოვდება აპექს, ანგელოზური ვიბრაციები იწყებენ გაძლიერებას, უფრო და უფრო აღქმად სიხშირეებზე პულსირებენ, თუნდაც მათთვის, ვინც იშვიათად ამჩნევს ენერგეტიკულ სუბსტილობებს. ეს მხოლოდ ასტრონომიული მომენტი არ არის, ეს არის კოსმოსური შესაძლებლობა, რომელიც 1000 წლეულების წინ იყო პროგრამირებული. გასწორება, რომელიც ზუსტად მაშინ ხდება, როცა კოლექტიური ცნობიერება აღწევს გარდაქმნის კრიტიკულ წერტილს. იგზნენიეს, ხომ არა, ის მზარდი წნევა გულმკერდში, ის შეგრძნება, რომ რაღაც მონუმენტალური მზადაა მოხდეს, არა მხოლოდ გარე სამყაროში, არამედ შენში. ანგელოზები არ საუბრობენ მკაცრი კონცეფციებით ან სტატიკური დოქტრინებით. ისინი მუშაობენ ცოცხალ სიხშირეებთან, ნათელ კოდებთან, რომლებიც სცილდება ადამიანური ენის შეზღუდვებს. და ამ კონკრეტულ პორტალში ისინი მოაქვთ გზავნილი, რომელიც აღემატება ზოდიაქოს ნიშნებს შორის განსხვავებასაც კი. გამოცხადება იმ ნამდვილი ბუნების შესახებ, რომელსაც შენი ბოლო თვეების გამოწვევები ატარებდა. ის, რაც შემთხვევით, უმიზეზოდ ან უსამართლოდ გეჩვენებოდა, ახლა იწყებს თავის ფარული მიზნის გამოვლენას. ის დაბრკოლებები, რომლებიც გზას გიხშობდა, სინამდვილეში ზუსტად იმ მიმართუნებით გიმეორებდა, სადაც შენი სული უნდა წასულიყო. სინქრონულობები, რომლებსაც ბოლო პერიოდში განიცდი, ის შემთხვევითი შეხვედრები, განმეორებადი რიცხვები, ცოცხარი სიზმრები, უბრალოდ დამთხევა არ არის. ეს არის დადასტურებები. ეს არის ნიშანჩვენებები, რომლებიც სტრატეგიულადაა განთავსებული შენს გზაზე, რათა დაგარწმუნოს, რომ სწორ მიმართულებით მოძრაობ, მაშინაც კი, როცა ყველაფერი გაურკვევლად გეჩვენება. ის, რასაც ანგელოზები ამ პორტალის მეშვეობით გინდა რომ გაიგო, არის ის, რომ გაურკვევლობა შენი მტერი არ არის. ეს არის წმინდა სივრცე, სადაც იბადება ახალი პოტენციალები, სადაც ძველი იდენტობები შეიძლება გათავისუფლდეს, რათა ადგილი დაუთმოს შენს ნამდვილ, ავთენტურ და შემწყნარებელ გამოხატულებას. ამ პორტალის განმავლობაში თითოეული ნიშანი მიიღებს კონკრეტულ სიხშირეს განკურნებისთვის, ვიბრაციას, რომელიც ზუსტადაა მორგებული გარკვეული დაბლოკვების გასახსნელად და მიძინებული პოტენციალების გასააქტიურებლად. ზოგისთვის ეს იქნება სიუხვის ნიმუშებთან დაკავშირებული განკურნება. იმ შეზღუდული რწმენების, რომლებიც იმდენი სიცოცხლის განმავლობაში დამყარდა, რომ შენს არსებით ნაწილად გეჩვენება. სხვებისთვის ეს იქნება ურთიერთობების ნიმუშების განკურნება. იმ განმეორებადი ციკლების, რომლებიც კვლავ და კვლავ იზიდავს მტკინეულ დინამიკებს, უბრალოდ განსხვავებული სახეებით. და კიდევ სხვებისთვის ეს იქნება უფრო ღრმა განკურნება, რომელიც თავად იდენტობას უკავშირდება. იმ ყალბიფენების დაშლა, რომლებიც თავდაცვის მექანიზმებად შეიქმნა, მაგრამ ახლა მხოლოდ ახშობს შენს ნამდვილ გამოხატულებას. ანგელოზები გინდა რომ გაიგო, ეს პორტალი არ აღნიშნავს მოგზაურობის დასასრულს, არამედ ახალი ციკლის დასაწყისს. ახლა დათესილი თესლები გააგრძელებენ ზრდას, აყვავდებიან, ნაყოფს გამოიღებენ მომდევნო თვეებში, გამოიხატებიან მოულოდნელი ინტუიციებით, მნიშვნელოვანი სინქრონულობებით, მოულოდნელი შესაძლებლობებით, რომლებიც ზუსტად საჭირო დროს ჩნდება. შენი ერთადერთი პასუხისმგებლობაა დარჩე ყურადღებით გახსნილი და ხელმისაწვდომი ამ ღვთაებრივი პროცესის ბუნებრივი გამონათქვამისთვის, რომელიც ახლა შენს ცხოვრებაში აჩქარებულად მიმდინარეობს.
ვუსურებ, რომ ამ პორტალის ენერგიამ ბევრი ალიყვისა და კეთილდღეობა მოიტანოს შენს ცხოვრებაში.